ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო კამპანიაში არასრულწლოვნებს რთავს. სააგენტო ინფოცხრის ინფორმაციით მარნეულში ბიძინა ივანიშვილის სტუმრობის დროს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მცირეწლოვან ბავშვებს მმართველი პარტიის მაისურები და ფლაიერები დაურიგეს. როგორც ბავშვებმა ინფოცხრასთან საუბარში განაცხადეს, მათ ფულით დაურიგეს თითოეულს 5 ლარი. კამპანია ეს შენკეხებას წარმომადგენლის ოლგა ენდელაძის განცხადებით პოლიტიკურ აგიტაციაში არასრულწლოვნების ნებისმიერი ფორმით ჩაბმა დანაშაულია. უნდა გვეყვირა მე მიშა მიყვარს და რა მოხდეს ამისთვის ფული და კეპები ფული მოგცეს ხო რამდენი 5 ლარი თითოს მე მიშა მაგარიას ვიყვირებ ყოველთვის ყვირი ვარ და კიდეც დავიყვირებ მთელ ცხოვრებაში მე მიშა მიყვარს და ყოველთვის მეყვარება მე ვიკითხე ვინ არის ორგანიზატორი ან ვინ იღებს პასუხისმგებლობას თუნდაც მათ უსაფრთხოებაზე მიპასუხეს რომ ეს ბავშვები არ იყვნენ მათი და არც მათ უსაფრთხოებაზე აიღებდნენ პასუხისმგებლობას ეს ბავშვები არასრულწლოვანები არიან და თუნდაც მათი უსაფრთხოების გამო ეს დიდი დარღვევაა ამიტომ ეს ყველაფერი უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს